ტრანსფერი როგორ ხდება ტრანსფერის განხორციელება. განხორციელებულ ტრანსფერზე აქვს საუბარი. ეცნები იყო მოკლე, მაგრამ ისეთი ინფორმაციული რომ გულშემატკივარმა კარგად გაიგოს. ეს შეიძლება უკავშირია. ან არის კავშირი ჩვენი მხრიდან კლუბთან, რომელსაც პოტენციურად ჭირდება ახალწეული. ეხლა მე ყველა საიდუმლოებას ვერ გავამხელ რა თქმა უნდა. არა, ოღონდ უნდა იცოდე, ხო, ამ კლუბს რა ჭირდება და ეგაც ხო ინფორმაცია და ეგ საიდან მოგდი. ეგ ეხლა ყველა საიდუმლოს გამხება. ეგ უკვე. ხო, ანუ სწორი მუშაობა არის ყველაზე რუტინული, სისტემური, გრძელვადიანი და ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, ფსონის დადება ერთგვარი, სადაც შენი რეპუტაციით მიდიხარ, ეცნობი, მე ამ ნაცნობობას აგრძელებ, უფრთხილდები, ანუ ამასობაში მუდმივად ხდება კლუბის შიგნით ცვლილებები ხომ სტრუქტურაში, მაგრამ შენ უნდა იყო იმდანად პროფესიონალი, რომ შენთან ურთიერთობა გაგრძელდეს. ეხლა ბევრი ნიუანსია, ძალიან ისეთი ბევრი ნიუანსია, რომელსაც შენ არ გაქვს გავლენა. არსებული ვითარება სატრანსფერო ბაზარზე, საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე ვიძახი, უზარმაზარი კონკურენცია, უკვე აი კონგლომერატებად გადაქცეული დიდი სააგენტოები, იმათ თავიანთი პოლიტიკა. აი პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკა რა, სადაც არის თავისი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები, გათვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სპორტულ მხარეზე ვილაპარაკობთ ახლა. სპორტული მხარე ესეა. თუ შენ წარმოადგენ ისეთი ფეხბურთელის ინტერესებს, რომელიც იმ კლუბისთვის მისაღებია და ეძებენ ამ ტიპაჟის და ამ პროფილის ფეხბურთელს, ინტერესდებიან და მერე იწყება დაკვირვების პროცესი. დაკვირვების პროცესი შეიძლება იყოს 3 თვიდან 6 თვემდე, ან 1 წლამდე, ან წელიწად ნახევარი. გააჩნია ასაკი, გააჩნია ფეხბურთელი, რამდენისაა, როგორ არის და მერე ინტერესის შემთხვევაში მერე გადადიხარ შემდეგ ეტაპზე. ეს არის დეტალების გაგება დაუშვებით, დაკვირვება, ცოცხლად ნახვა, ინფორმაციის მოძიება, სოციალური წრე, ოჯახი, პირადი ნაცნობობა, გაგება, ხელის ჩამორთმევა, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს იმისთვის, ვინც ხელს ართმევს, სხეულის ენა, ასე ვთქვათ, ხო? და მერე უკვე მიდის პოზიციების შეჯერება. და მაგას ვინ აკვირდება ამ ხელის ჩამორთმევას და ხასიათს რა. ის ადამიანი, ვინც გამოცდილია მაგ თვალსაზრისით იმათი მხრიდან რა. რომელსაც ჯერავს, წამს რომ სხეულის ენა არის ბევრის მთქმელი რა. ანუ აი ყველაფერს გამოცდილება, ანუ ჩამოვიდა იქაური კაცი, დაინტერესებული კაცი და აქ კი ბატონო. შეხვდა ამენას. ხო, ნუ ეხლა ეს ყოველთვის ხო, დაუშვით, ეს არის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, როდესაც ის უკვე ფეხბურთელთან პირად შეხვედრას ითხოვს, ეს კარგის ნიშანია და ერთ-ერთი კარგის ნიშანია და არ ნიშნავს რომ გადაწყვეტილია, მაგრამ კარგის ნიშანია. გააჩნია ამ ადამიანის სტატუსი. ეხლა შენ წერან სიგუამ მკითხე. ხო, ისე მაგალითად მკითხე. ხო და აი სიგუას შემთხვევაში ვინც ჩამოვიდა, ის წვიტავდა. და ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაწილი იყო ნამუშევარი, კონკრეტულად უგამ იმუშავა ძალიან სკრუპულოზურად სიგუას ტრანსფერზე მოყოლებული ჯერ კიდე ასე ვთქვათ, პატარა ასაკობრივში რო იყო იქიდან წამოყოლე, ნაბიჯ, ანუ მთელი გზა რაც სიგუამ გაიარა, ეს იყო არა მარტო ასე ვთქვათ, ეს იყო კარგი ჰარმონიული მუშაობა გუნდური სიგუას მხრიდან და ჩვენი მხრიდან რა, ანუ მისი ხასიათები, პროფესიონალიზმი, პირადი ხასიათები, აი მაგას ვინ აგენტი ეუბნება იმ დაინტერესებულ კლუბს. კი, რა თქმა უნდა, შენ რო კითხულობ, შენ აქვთ ყველანაირ ინფორმაციას მას. იმიტომ რომ ეს ინვესტიციაა, რომელსაც არავის არ უნდა იმ ინვესტიციის განხორციელება ისეთ პროდუქტში, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს და ანუ გამართლება არ გამართლება ძალიან ჯანსაღი რაღაცაა, მაგრამ შენი მთელი ამოცანა ისაა, რომ გაუმართლებლობის რისკები შეამცირო. ეგ არის ჩემი ამოცანა, როგორც კლუბის, რომ მე რო ინვესტიციას ვახორციელებ, ეს რისკები უნდა შევამცირო. რისკებს უშვებ, ფეხბურთია, ცოცხალი ადამიანებზე, აქ ემოციებზეა საუბარი, მაგრამ იმიტომ ვართ ჩვენ სპეციალისტები, რომ ეს რისკები შემცირდეს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. შეცდომა ყველას მოსდის, კლუბსაც მოსდის შეცდომა. და შეცდომების ლიმიტიც აქვს, ასე ვთქვათ რა. ხოდა, ნუ საბოლოო ჯამში, როდესაც დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, ეს უცბად ბოლოს ძალიან სწრაფად წავიდა, თამაში იყო, მე მგონი თუ არ ყაზახებთან იყო თამაში, მეგონი
კაირატთან იყო თუ ასტანასთან იყო, აღარ მახსოვს. სიგუას. ხო, ასტანასთან იმ საღამო იმ ღამეს თამაში მე გადაწყდა რა ფაქტობრივად უკვე აი გადაწყვეტილი იყო ფაქტობრივად, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა მახსოვს ის თამაში და ის ადამიანი ვინც იყო ჩამოსული ის ადამიანი 84 წლიდან არის ბაზილში და ის წვიტავს თითქმის იმას აქვს ვეტოს უფლებაც და ეხლა ერთწლიანი იჯარით არის, რა? ხა იჯარით კი და მალხას, აი ისა გადავიდეთ მომდევნო იმას ნაბიჯზე. ფას ვინ ადგენს ფეხბურთელს? გარემოება ფეხბურთელის გარშემო არსებული გარემოება. რამდენი წლის არის? რამდენი ხნიანი კონტრაქტი აქვს? რა ჩემპიონატში თამაშობს და სად მიდის? ტრანსფერ მარკეტის ფასები რო ის არის პირობითი ის არის ზერელე ფასები ვიღაცა დაждდება დაწესდა ხო თუმცა მან მოდერატორია და მე ძალიან დიდი ხანია ტრანსფერ მარკეტზე დარეგისტრირებული ვარ და ჩემპიონატების შორის განსხვავება არის და ჯერ კიდე რავი პენტიუმ პირველის დროიდან ვარ მოიცა საქართველოს ჩემპიონატი და რომედის ფეხბურთელი გაცილებით დაბალია სატრანსფერო ფასი ვიდრე სიტყვაზე ხო სადღაც კი რუმინეთი კი ანუ მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატიდან 5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტრანსფერი არ წარმომიდგენია აი მე მაქსიმუმს ვიცახი რომ აი ვიღაცა რომ მოვიდეს და აკაური პელერო ხო აქედან აი მაგალითად აი სიტყვაზე ვიცახი ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი რომ იყოს ეხა რომელიც 18 წლის ასაკში თამაშობს ესეთივე პოტენციით ესეთ დონეზე მაქსიმუმ რაც შეიძლება ესეთ ფეხბურთელში გაცემული იყოს თანხა ეს არის ჩემი აზრით მაქსიმუმ 5 მილიონი. მოიცა მაგას არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის გუნდი ყიდულობს ახლა ინგლისმა იყიდა თუ იტალიამ იყიდა ნებისმიერ აი ხა 5 მილიონს ყველა გადაიხდა ანუ რუმინეთის გუნდის რუმინეთის 5 მილიონს გადაიხდეს და არა მე რუმინელი გუნდი ვერ გადაიხდეს ხო აი საჭირო იყო თქო რა რუმინელების არ გადაიხდეს თუ 5 მილიონს იხდეს რუმინელი გუნდი ჩათვალეთ რომ ის უკან დგას სხვა გუნდი აჰა მაგრამ რატომ უნდა გააკეთოს ეგეთი ანუ ტოპ ქვეყნების გარდა 5 მილიონზე მეც არ 5 მილიონს შეიძლება ეხლა მოვიდეს და ლუდოგორეცის პრეზიდენტი გაგიჟდეს და თავის ჯიბიდან მოუნდეს გადახდა იმიტომ რომ მოეწონა მაგრამ რა მინდა ლუდოგორეცში ну აქ ხო უმეტესად ტრანსფერები ისე ხორციელდება როგორც ვიცი რაღაც კლუბი ყიდის სიტყვაზე დინამო ოღონდ იმას იტოვებს ხო რა ქვია შემდგომი გაყიდვიდან იტოვებენ 50%-ს ან 25%-ს არა ხო ну რაღაცა სტანდარტულად არის 20% სტანდარტულად არის ხოლმე 15-დან 20%-ამდე იმიტომ რომ 10% ისედაც ერგება და ნუ ვაჭრობის ამას დამოკიდებულია იმაზე. ეხლა იქ მეორე მომენტია, ეხლა კლუბი ყიდის აღება, მე არ მინდა წასვლა იმ გუნდში. შეიძლება მოვიდეს კლუბი და აი მოვიდე კრასნოდარი და მეუბნება რომ ვიხდით 10 მილიონს და კრასნოდარში არ მინდა ეს კრასნოდარი. ფეხბურთელი. ხო, აი ფეხბურთელი ვარ და არ მინდა ეს კრასნოდარი. ან მაშინ კაი წავალ, მაგრამ 10 მილიონი მინდა ხელფასი. 15 მილიონი მომეწეთ ხელფასი და წავალ ბაზარი არა ვიცი. ლეგიტიმური კი მქონდა სამ შემთხვევა დინამო ადრე ძველი დიდი ხნის ამბავია მოკლედ დინამოსთან მქონდა კაი კინკლაობა ფეხბურთელის ტრანსფერზე და ნუ ყველა ჩვენი წინადადება რა მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენი წინადადება დაბლოკა რა დინამოს ხელმძღვანელობა ბლოკავს ყველა წინადადებას რა ძველი ამბავია ფიფიამდელი ამბავია მოდი ასე ვთქვათ გავა კონკრეტულად რომ ბატონი რომა მანამ მოვიდო და მანამდელი ამბავია დავაძეს ხო ნუ რაღაცა ნუ არა და ნუ აი ეს და ნუ სუისაა და ნუ არგუმენტი არის რომ მეო ერთ-ერთი გუნდიო მთავაზობს რომ ბევრს მე ვთხარი კი ბატონო ზივარ და მიყურებს ახლა და დაულოდოთ რა მეც აქ ვიჯდები ახლა თუ ეხა უნდა მოვიდეს წინადადება წუთი-წუთზე, ხა ხო არ წავალ და ხო არ დინამო გეუბნება. დინამო მეუბნება რომ მე ეს პირობები არ მაწყობს, იმიტომ რომ მე მაქვს ალტერნატივა უკეთესი, სადაც მე როგორც კლუბი ვშოულობ მეტად მაღალს. მე ვთხარი, ნუ კლუბი დამისახელა კლუბი. ოკეი, მე ვთხარი დავждოთ დავალოდოთ. შენ რა შვაში ხარ? როგორ მე ვთხარი, კაცო, შენ მაგთან ხასთან პრობლემა არა მაქვს, მაგრამ შენთვის ხომ ისაღებია. მაგრამ შენ ხო არ წყვიტავ, როგორც მე არ წყვიტავ შენ სატრანსფეროს და შენ წყვიტავ შენ სატრანსფერო ღირებულებას და არაკლებ ფას, აი ბატონო, მაგრამ ფეხბურთელის პირობებს მე ვწყვიტავ. ჩვენ პირობა. ხო და დაულოდები, აი რომ მოვა და მისაღები ხო იქნება, მე ჩემ პირობას ვეთქვი, მე ვთხარ. რამდენს ეთქვიო და რასაც შენ თქო იგივეს ვეთქვი მეთქი. აი, ყარ მაქვს უფლება? და ესე შევთანხმდით რომ მოკლედ საბოლოო ჯამში რომ უნდა გაკეთებული იყო ეს.